საღამო მშვიდობის არის ოფენ მედიის ეთერში ქართულენოვანი ამბების დროა და მე ანა ტანდარიანი გახლავართ. ვაშინგტონის სამიტი სომხეთი და აზერბაიჯანი ისტორიული შეხვედრისთვის ემზადებიან. სომხეთის მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 7-დან 8 აგვისტოს ჩათვლით ვაშინგტონს ეწვევა, სადაც ის ორმხრივ შეხვედრას გამართავს შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ასევე მონაწილეობას მიიღებს სამხრივ შეხვედრაში ტრამპსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. ვიზიტის მიზნად დასახელებულია სომხეთის და შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ერევანი არ აკონკრეტებს, იგეგმება თუ არა რაიმე დოკუმენტის ხელმოწერა, საერთაშორისო მედიაში ვრცელდება ინფორმაცია შესაძლო მშვიდობის განზრახვის შესახებ, განცხადებაზე ან თუნდაც სამშვიდობო ხელშეკრულების პარაფირებაზე. მმართველი პარტია სამოქალაქო ხელშეკრულებაში აცხადებენ, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა მაქსიმალური იგეგმაა, თუმცა ნებისმიერი სახის პროგრესის დაფიქსირება თუნდაც სიტყვიერი უკვე დიდ წინსვლას ჩაითვლება. ცნობილია, რომ სომხეთის დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი, უშიშროების საბჭოს მდივანი და მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრი. ამერიკული ანალიტიკოსების მიერ გავრცელებული განრიგის თანახმად ტრამპი პარასკევს 8 აგვისტოს ჯერ ფაშინიანს, შემდეგ ალიევს შეხვდება, რის შედეგადაც სამივე ლიდერი ერთობლივ განცხადებას გააკეთებს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის გაჟონვიდან რამდენიმე დღეში მთავრობამ დაადასტურა პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანის მომავალი ვიზიტი ვაშინგტონში. თეთრ სახლში ის შეხვედრას გამართავს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, შემდეგ ამერიკელი პრეზიდენტი შეხვდება აზერბაიჯანელ კოლეგას, რასაც სავარაუდოდ სამმხრივი შეხვედრა მოჰყვება. მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტში აკრედიტებულმა ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ რამდენიმე სანდო წყაროზე დაყრდნობით სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა, რომ ბაქო და ერევანი მზად არიან უკვე ამ კვირაში ვაშინგტონში გამოაცხადონ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების განზრახვის შესახებ. გამოცემა Middle East Eye-მა კი დაწერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის გარკვეული შეთანხმება მიღწეულია, ბაქო აგრძელებს დამატებითი წინაპირობების წარდგენას ხელშეკრულების საბოლოო შინაარსის გარშემო და ამით დროებით აფერხებს მოლაპარაკების პროცესის წინსვლას. როგორც წყაროებმა აღნიშნეს, მოსალოდნელია, რომ ორივე ლიდერმა ხელი უნდა მოაწეროს განზრახვათა მემორანდუმს და არა სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტს, რაც ტრამპისთვის უზრუნველყოფს იმ დიპლომატიურ მიღწევას, რომლის მიღწევასაც ის გასული თვიდან ცდილობს რეგიონში. თუ ვაშინგტონში გასამართი შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ხმებში აღნიშნული იყო, რომ თეთრ სახლში ტრამპის ნათლიობით სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდებოდა, ბოლო პუბლიკაციებში საუბარი იყო უფრო დაბალი სტატუსის დოკუმენტზე. მე არ ფიქრობ, რომ რაიმე ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს. ეს ჩემი ვარაუდია, რადგან, როგორც ვნახეთ, აზერბაიჯანიდან მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ალიევის მხრიდან საკმაოდ ასე ვთქვათ, ქების სიტყვები ისმოდა ტრამპის მიმართ, ამჯერად ბაქო დუმს. ანუ ეს ხელს უშლის მის გეგმებს. და ვფიქრობ, რომ იქნება რაღაც შუალედური მემორანდუმი, რომლითაც მხარეები ვალდებულებას იღებენ, მიაღწიონ შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერას. პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ არა მხოლოდ დოკუმენტის სტატუსის, არამედ მისი შინაარსის მნიშვნელობას. ამ განზრახვების შესახებ დოკუმენტს ასეთი პრობლემატიკა აქვს. პრობლემა ისაა, იქნება თუ არა იქ ეწოდებული ზანგეზურის დერეფნის საკითხი თუ არა. თუ არ იქნება, ეს ძალიან კარგია. თუ იქნება, ეს შეიძლება ითქვას, რომ მორიგი კაპიტულაციური დოკუმენტის პარაფირებაა. სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად რჩება ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფანი. გამოცემის თანახმად, გასულ თვეში თურქეთში აშშ-ს ელჩმა განაცხადა, რომ ამერიკულ კომპანიას შეუძლია იჯარით აიღოს და ექსპლუატაცია გაუწიოს დერეფანს 100 წლამდე. როგორც პოლიტოლოგი სურენ ზოლიანი გვახსენებს, მსგავსი ინიციატივით ტრამპი ნობელის პრემიისგან ისწაფვის, რომელზე მისი წარდგენის ინიციატივა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეტანიაჰუმ გამოავლინა. რადგან რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დროს მოლოდინი არ არის, მაშინ კიდევ ერთი პატარა, მაგრამ ყველა შემთხვევაში წარმატება უნდა აჩვენოს, რომ ის კვლავ ახერხებს კიდევ ერთი კონფლიქტის მოგვარებას. აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის. მოსკოვი, რომლის შუამავლობით გაფორმებული 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების 5 წლიანი ვადა დასასრულს უახლოვდება, რეგიონში თავისი როლის გადაფასების აუცილებლობის წინაშე დგას აუცილებლობის. თუმცა საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტის თქმით, ეს პროცესები არ მოწმობს ახალი გეოპოლიტიკური არქიტექტურის ჩამოყალიბებაზე. ახალი არქიტექტურა არ იქნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დასავლეთი არანაირად არ იქნება წარმოდგენილი სამხრეთ კავკასიაში. ანუ იმის მოლოდინი, რომ
ამერიკული ან არ ვიცი ევროპული სამხედროებაზები იქნება სამხრეთ კავკასიის რომელიმე ქვეყანაში უაზროა. სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების ბოლო შეხვედრა 10 ივლისს აბუ-დაბიში გაიმართა და დაახლოებით 5 საათი გაგრძელდა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ეს დიალოგი შეიძლება გახდეს სერიოზული საფუძველი ყოვლისმომცველი სამშვიდობო პროცესისთვის, უსაფრთხო მომავლის სასარგებლოდ. ბაქოში რუბენ ვართანიანის დახურული სასამართლო პროცესი გრძელდება. ბაქოს სამხედრო სასამართლოში მთიანი ყარაბაღის ყოფილი სახელმწიფო მინისტრის რუბენ ვართანიანის სასამართლო პროცესი გრძელდება. პროცესი, რომელიც სომხური მხარის შეფასებით დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, თითქოს და დაზარალებული აზერბაიჯანის მოქალაქეების დაკითხვა გრძელდება. აზერტაჯის ინფორმაციით დაზარალებულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ისინი სომხური საარტილერიო დაბომბვების შედეგად დაზარალდნენ იმ პერიოდში, როდესაც ვართანიანს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა. სომხური მხარე აცხადებს, რომ პროცესები ფაქტობრივად დახურულია, რადგან მათ არ ესწრებიან საერთაშორისო დამკვირვებლები, დამოუკიდებელი მედია და ადვოკატები, რაც აზერბაიჯანული სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას შეუძლებელს ხდის. ამჟამად აზერბაიჯანის ციხეში 23 სომეხი ტყე იმყოფება, მათ შორის ყარაბაღის 8 ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლებმაც ბაქოს მძიმე ბრალდებები, მათ შორის ტერორიზმი წაუყენა. ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი 2 კვირაში სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა. ვიზიტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ცნობისათვის სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ირანის პრეზიდენტი ერევანში 19 ივლისს სატელეფონო საუბრისას ოფიციალური ვიზიტით მიიწვია. შეერთებული შტატების და რუსეთი უკრაინის ომის დასრულების გზებს აქტიურად განიხილავენ. შეერთებული შტატების სენატორის მარკო რუბიოს განცხადებით, ომის დასრულების პროცესში მთავარი საკითხი ტერიტორიული დათმობები იქნება. მისი თქმით, პირველად არსებობს კონკრეტული ინფორმაცია თუ რას შეიძლება ითხოვდეს რუსეთი ომის დასასრულებლად. ამ განცხადებების ფონზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა ძალიან მალე შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. მისი თქმით, მოსკოვში მისი სპეციალური წარმომადგენლის და პუტინის შორის გამართულმა შეხვედრამ დიდ პროგრესს მიაღწია. თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსულმა მხარემ გამოთქვა შეხვედრის სურვილი და პრეზიდენტი ტრამპი მზად არის შეხვდეს როგორც ვლადიმირ პუტინს, ისე ვლადიმირ ზელენსკის. კრემლის შეფასებით, უიტკოფის პუტინის შეხვედრის ძალიან სასარგებლო და კონსტრუქციული იყო, სადაც მხარეებმა უკრაინის კონფლიქტი და ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობა განიხილეს. ზელენსკი ტრამპ-პუტინის შესაძლო შეხვედრას ეხმაურება და სამშვიდობო მოლაპარაკებების პირობებს ასახელებს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტის შესაძლო შეხვედრას ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთი მოლაპარაკებების მთავარი პრიორიტეტები მკაფიო უნდა იყოს. თავის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ზელენსკიმ დაასახელა 3 ძირითადი პირობა: ცეცხლის შეწყვეტა, შეხვედრის ფორმატი, რაც ნიშნავს, რომ ლიდერების შეხვედრა ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ხანგრძლივ მშვიდობას შეუწყოს ხელი და გრძელვადიანი უსაფრთხოება. ზელენსკის თქმით, ლიდერების დონეზე რეალური გადაწყვეტილებების ძიება ეფექტური შეიძლება იყოს თუ შეხვედრის დროს და განსახილველი საკითხები სწორად განისაზღვრება. ამ დღეებში ერევანში ეროვნული ახალგაზრდული ფორუმი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას იღებს 800-მდე სომეხი ახალგაზრდა, როგორც სომხეთიდან, ისე დიასპორიდან. ფორუმის მთავარი მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდების სამშობლოსთან დაკავშირება და მათი პოტენციალის ქვეყნების განვითარებისთვის გამოყენება. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორია ფონდი კერონი, რომელიც აქტიურად მუშაობს მაღალკვალიფიციური კადრების სომხეთში მოზიდვისა და შენარჩუნებაზე. ფონდის პროგრამები, როგორიცაა ტალანტების ფონდი, მიზნად ისახავს, რომ ახალგაზრდა პროფესიონალებმა სომხეთში აიწყონ კარიერა და თავიანთი ცოდნითა და გამოცდილებით ხელი შეუწყონ ქვეყნის პროგრესს. დეტალები სიმონ ჰოვანისიანის რეპორტაჟში. მე რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში დავიბადე. აქ ჩამოვედი, მოხალისედ ვმუშაობ და ვფიქრობდი, იქნებ აქ ვიცხოვრო. არევიკი იმ 8 ახალგაზრდიდან ერთ-ერთია, რომელიც ეროვნულ ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობს, რომლის მიზანიც დიასპორიდან ნიჭიერი ახალგაზრდების სომხეთში ჩამოყვანაა. ფონდი კერონი, მაგალითად, სომხეთში 5 წლით სამუშაოდ დარჩენას თავაზობს. ლონდონიდან ჩამოსული ანის წინადადებამ მოხიბლა. მე ამჟამად ვავსებ განაცხადს იმ პირებისთვის, რომლებიც მზად არიან 5 წელი და მეტი იცხოვრონ სომხეთში.
ეს გაძლევთ შესაძლებლობას ჩამოხვიდე სომხეთში, იცხოვრო და იმუშაო 5 თუ 6 სხვადასხვა სფეროში: სპორტი, კულტურა და ასე შემდეგ. ამჟამად ამ განაცხადს ვნახოთ მიმიღებენ თუ არა. ფონდი კერონი ცდილობს სომხეთში მოიზიდოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებსაც სურთ იცხოვრონ, შექმნან, იმუშაონ სომხეთში სულ მცირე 5 წელი. ჩვენი სამიზნე ზონაშია დიახ მსოფლიოს ყველა ქვეყანა და სპეციალისტები. ტოპ პროფესიონალები უნდა იყვნენ ჩვენი სტრატეგიული 5 მიმართულებიდან, რომლებიც არის კულტურა, ჯანდაცვა, სპორტი, განათლება და ტერიტორიული განვითარება. 2 საათში უკვე 10-ზე მეტმა ახალგაზრდამ შეავსო განაცხადი, ამბობს ფონდი კერონის პროგრამების დირექტორი. წინა წლებიდან წარმატებული ისტორიები აქვთ. 100-მდე ახალგაზრდამ გადაწყვიტა კარიერა სომხეთს დაუკავშიროს თანაც, არა მხოლოდ სომხებმა, არამედ უცხოელებმაც. კერონმა თავისი წელიწადნახევრის უფრო ნაკლებისაც კი საქმიანობის განმავლობაში ძალიან დიდი მოცულობის პროგრამების განხორციელება მოასწრო. ყველაზე მთავარ პროგრამას თქვენ აქ ხედავთ. ეს არის ტალანტების ფონდის პროგრამა, ჩვენ მას ასე დავარქვით. კერონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია საზღვარგარეთიდან სომხეთში ჩამოსულმა ახალგაზრდებმა გააგრძელონ მუშაობა საერთაშორისო ბაზრის შესაბამისი ხელფასით. ფორუმში 18-დან 35 წლის 800 ახალგაზრდა მონაწილეობს 50 ქვეყნიდან. ეს იყო ყველაფერი, რისი გაზიარებაც გვინდოდა დღეს. გამოიწერეთ ჩვენი გვერდები სოციალურ მედიაში ყველა პლატფორმაზე და არ დაგავიწყდეთ გამოწერა ჩვენი YouTube არხისა. მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.